Იტანა მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ხო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია რომელიც იქნა მიღებული და ეს არ არის პირველი რეზოლუცია ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არის აქტიური ბრიუსელში და აქტუალური და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა და ამ პროცესში ასე ვთქვათ აქტიურად ჩართული ადამიანების მხარდაჭერა ასეთი ტიპის რეზოლუციები იმიტომ რომ ნამდვილად მედია და ბევრი სხვა ჯგუფი დღეს არის საფრთხის წინაშე ქართული ოცნების მხრიდან, რეპრესიების მსხვერპლი და ძალიან მნიშვნელოვანია მზიას მხარდაჭერაც და ასევე ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერაც, რომელიც უკანონო იმყოფება დღეს ციხეში, სწორედ პოლიტიკური მიზნებით ქართული ოცნების მხრიდან, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი და ასევე არის მნიშვნელოვანი ის, რომ ქართული ოცნება ცდილობს სრულად მონოპოლიზებას ქართული მედია სივრცის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, დამხელა თანხებს ხარჯავენ ისინი არა მხოლოდ ტრადიციულ მედიაში, არამედ რამდენიმე დღის წინ იყო საუბარი, მაგალითად, სოციალურ ქსელებშიც რამდენს ხარჯავენ ისინი, სწორედ იმისათვის, რომ თავისი დღის წესრიგი გაავრცელონ, თავისი ნარატივები მოახვიონ თავს საზოგადოებას და ჩვენ ვიცით, რომ ეს ნარატივები უმეტეს შემთხვევაში არის პროპაგანდისტული, შეიცავს სიცრუეს და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ქვეყანაში, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. ეს მედიას რაც შეეხება. ეხლა რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ხო, ყველა მითის რომ არსებობს შესაბამისი კანონები, კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს იმას, აი კონკრეტულად რა ტიპის გარკვეული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და ამაზე არაერთი კვალიფიციური იურისტი საუბრობდა, რომ აი ეს ბენეფიციარების საკითხიც შედის სწორედ ამ კატეგორიაში. ეხლა რა კამპანიაც არის დაწყებული და ეს რუსული კანონის აღსრულება, როგორც ითქვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რეალურად რა საფრთხეს ქმნის და რისკენ არის მიმართული, როგორ ფიქრობთ, ეხა იწყება ეს პროცესი და როგორც ჩანს საკმაოდ კიდევ უფრო მეტად გართულებული ვითარება არის იქნება წინ ამ თვალსაზრისით იმ ფონზე რომ იგეგმება ასევე სამართლებრივი წარმოება სწორედ აღნიშნული დადგენილების წინააღმდეგ. რა სიტყვით ამაზე? ანუ თავარი რა არის იცით ანა აქ რომ თავარი არის რომ ქართულმა ოცნებამ ახლა გადაწყვიტა უკვე სრულად შეუდიოს სამოქალაქო საზოგადოებას და გააჩუმოს ის. ანუ ეს არის ახლა რეპრესია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ ნახეთ რომ არაერთი კანონი მიიღეს მათ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, თუმცა სრულად აღსრულება აქამდე ამ კანონების არ მომხდარა და ახლა სხვადასხვა კანონებით, მათ შორის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, ცდილობენ ისინი უკვე სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და რატომ გადაწყვიტეს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რეალურად მათ ფინანსები რომ აინტერესებდნენ, ან რაში და დაიხარჯა. ამაზე ჩვენ მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი და ყველამ ძალიან კარგად იცის რომ მათთვის ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია ორგანიზაციების ვებგვერდებზე დებს და ასევე ხდება ვთქვათ ანგარიშგება რა თქმა უნდა ფინანსური და ეს არ არის მათი ინტერესი. სინამდვილეში ორი ტიპის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ბენეფიციარების ინფორმაციას. ერთი ის რომ თუ კი ჩვენთან მოდიოდნენ ადამიანები და მოდიან იმიტომ რომ გვენდობიან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან არიან დევნილი, ხო? მაგალითად საჯარო მოხელეები, რომლებიც არიან გათავისუფლებული, ან ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომ მათ შორის შესაძლოა ისინი ვთქვათ, ძალოვანი უწყებები ყავდეთ, უწყებების წარმომადგენლებისგან იყვნენ, ასე ვთქვათ, ძალადობის მსხვერპლი ან სხვადასხვა ადამიანები, ჩაგრულები, რომლებიც არიან სახელმწიფოსგან ჩაგრული. და ისინი მოდიან სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ იპოვონ სამართალი. და რეალურად ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ ჩვენ ვთქვათ, გადავცეთ ეს ინფორმაცია მათ და რეალურად ის ნდობა რაც არსებობს სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის, ეს ნდობა რო ჩამოანგრიონ, რაც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს. ერთი მიზანი ეს არის, მეორე მიზანი რომ ამ ადამიანებს მიადგებიან და ჩვენ არაერთი ადამიანის დაშინების ცდილობა გვინახავს საარჩევნო პერიოდში თუ ასე შემდეგ და შესაძლოა ამისთვისაც იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე მოდიოდნენ ჩვენთან და გვესაუბრებოდნენ კორუფციაზე, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა ასე ვთქვათ საკითხებზე, რომელსაც ქართული ოცნება თავად ჩადის, ანუ ესეც რომ აღარ მოხდეს, ეს ადამიანები გააჩუმონ, დააშინონ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მიზანი და მეორე რა თქმა უნდა ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების გაჩერება. სწორედ ამიტომ მიიღეს ჩვენმა კოლეგებმა ჯერ იცის რომ 5 ორგანიზაციაში მივიდნენ, ხო? ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა მხარს უჭერთ და ყველა ასე მოვიქცევით, რომ არ გადასცენ ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, რომელსაც ისინი ითხოვენ, იმიტომ რომ ეს არის თქვენ სწორად აღნიშნეთ, დაცული ინფორმაცია არაერთი კანონმდებლობით და ასევე ეს არის ის ნდობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს ბენეფიციარებთან, საქართველოს მოქალაქეებთან და რა თქმა უნდა ამ ნდობას ჩვენ არანაირად ასე ვთქვათ დავანგრევთ და პირიქით გავაგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას, რადგან არ უნდა დაგვიგზეს
დიახ და ბოლოს ახლა ვისარგებლებ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ცხადია დაგისვამთ კითხვას არჩევნების თემაზე, ევთოდირის მოწვევაზე უარს ამბობს ქართული ოცნება, ჩვენ ნახეთ გუშინ კობახიძის განმარტება ამ საკითხზე. ნინო, როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? თქვათ, არ არის ინტერესი მათი, ანუ ევთოდირის მიმართ, რომ მათ აღწერონ სწორედ პროცესი, იმიტომ რომ კობახიძე გუშინ ამბობდა, რომ საპარლამენტოზეც აღწერესო, მაგრამ ამით არავინ დაინტერესდა და ამან პროცესზე გავლენა ვერ მოახდინაო, ხო? ალბათ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს გულისხმობდა და იმის გათვალისწინებით შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები. აი, რისი თქმა შეგიძლიათ, ახლა რისი გამოვლინება არის კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება? კი ბატონო, პირველ რიგში ის რომ თვითმმართველობის არჩევნებს ოდირი არ აკვირდება ან მათი პრიორიტეტი არ არის, ეს არასწორი განცხადება, იმიტომ რომ ოდირი საქართველოსის და მსოფლიოსის არაერთ თვითმმართველობის არჩევნებს დაკვირვებია და ისინი გადაწყვეტილებას და პრიორიტეტებს იღებენ არა არჩევნების ტიპით, არამედ რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვება კონკრეტულ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, პრიორიტეტი არის ხოლმე ნაკლებად განვითარებული დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნები, სადაც საჭიროა სწორედ არჩევნების დაკვირვება და საქართველოს ასეთი ქვეყანა არის და საქართველოში ოდირი არაერთხელ დაკვირვებია თვითმმართველობის არჩევნებს და მე დარწმუნებული ვარ, ეხლაც რომ ყოფილიყო მოწვევა, ისინიც გადაიფიქრებდნენ ნამდვილად დაკვირვებას. ამიტომ ეს რო არ აკვირდება, ეს რა თქმა უნდა არასწორი არგუმენტია. და რაც შეეხება რატომ გადაწყვიტეს მათ რომ არ მოიწვიონ, ორი ვერსია შეიძლება იყოს. ერთი ის რომ საერთოდ აღარ აინტერესებს ქართულ ოცნებას საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები და საერთოდ იზოლაციას ირჩევს ეს პარტია ალბათ. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი და აღარ აინტერესებდეს მათი აზრი, ან მეორე. სწორედ ის რომ ოდირის ანგარიში გასულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო გარდამტეხი ქართული ოცნების არჩევნების არაღიარების ნაწილში, ის რომ ოდირის ანგარიში იყო კრიტიკული ძალიან და ყველაფერი იყო აღწერილი როგორც ჩაიარა საპარლამენტო არჩევნებმა და რა პრობლემები ჰქონდათ, შესაძლოა ეს აღარ სურდეთ თვითმმართველობის არჩევნების დროს, ალბათ ისინი კვლავ გეგმავენ სხვადასხვა ტიპის манипуляციების გამოყენებას და მათ არ სურთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან ამის დანახვა და შემდეგ აღწერა. და არა მხოლოდ საერთაშორისო სადამკვირვებლოების, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და განცხადება იყო ბრიტანეთის საელჩოსი, სადაც ჩანს რომ მათ არც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ სურთ სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხელს უშლიან ბრიტანეთის საელჩოს გასცეს გრანტი ადგილობრივ დამკვირვებლებზეც. ამიტომ მარტივია. მადლობა. არ ვიცით როგორ არჩევნებს ატარებენ, მაგრამ ფაქტია რომ მათ არ სურთ ამ არჩევნების დაკვირვება სხვადასხვა აქტორების მხრიდან. დიდი მადლობა ნინო.